30 წელია ვიხსენებთ 9 აპრილს. დავდგით მემორიალი. უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი მიუჩინეთ ამ დღეს და ყოველი წლის 9 აპრილს ვანთებთ სამგრელოს. და ამ ცდაზე თქვენ დახევარი იქნება. ვისა! 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. თუმცა ამ დღის რეალური შედეგი და ის ეფექტი, რაც მან საქართველოსა და მთლიანად პოსტსაბჭოურ სივრცეზე მოახდინა, ისევ ბუნდოვანია. საშიშროება რეალურია. ამიტომ გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ ამძამდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის ეკლესიაში და მადლობა შევსწიროთ უფალს. მოსკოვმა რუსთაველის გამზირზე გაწმენდის მიზნით სხვადასხვა დისლოკაციის ადგილებიდან კარგად გაწვრთნილი სადესანტო ჯარები ჩამოიყვანა. დარბევის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, 17 ქალი და 4 მამაკაცი. ძლიერი ქიმიური ნივთიერებებით მოიწამლა 2000-მდე ადამიანი. მოსკოვი 4 დღე ცდილობდა 9 აპრილის მოვლენების დაფარვას. საბჭოთა საინფორმაციო საშუალებები 21 ადამიანის გარდაცვალებას ხალხის ჭყლეტვას აბრალებდა. მიუხედავად მოსკოვის მცდელობისა, ქართველი ხალხის თავგანწირვის შესახებ ინფორმაცია მალევე გავრცელდა სხვა კომუნისტური გავლენის ქვეშ არსებულ ქვეყნებზე. იმისთვის, რომ გავიგოთ რა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს და რა შეიცვალა ამ დღეს სამუდამოდ, 89 წლის აპრილიდან უნდა დავბრუნდეთ 78 წლის აპრილში. ამ დროს თბილისში მასშტაბური გამოსვლებია. ეს არის პასუხი კომუნისტური რეჟიმის მცდელობაზე შეუცვალოს სახელმწიფო სტატუსი ქართულ ენას. მართალია 1978 წლის აქციები დამოუკიდებლობის ლოზუნგით არ იმართებოდა, თუმცა აქციებზე იგრძნობოდა საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ განწყობა და ისმოდა ღია კრიტიკა. იმ პერიოდისთვის უჩვეულო. კიდევ უფრო უჩვეულო შედეგით, მასშტაბური გამოსვლების ფონზე მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლება ძალიან სწრაფად წავიდა დათმობაზე. რომ დაავტოვოთ, შევინარჩუნოთ ფორმულირება, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო ენას ქართული ენის გამოცხადება. დემონსტრაციების მოთხოვნები დაკმაყოფილდა. ენა შევინარჩუნეთ. აქციები შეჩერდა და საზოგადოების საპროტესტო განწყობა საზეიმომ ჩაანაცვლა. მაგრამ არა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აფხაზეთის კომუნისტურმა ელიტამ მოსკოვის დათმობა ქართული ნაციონალიზმის წინაშე კაპიტულაციად შერაცხა და მოითხოვა ავტონომიის საქართველოდან რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადატანა. ეს მოთხოვნა ცენტრალურმა ხელისუფლებამ რა თქმა უნდა არ დააკმაყოფილა, თუმცა ცხადი გახდა, რომ საბჭოთა კავშირი, ანუ რუსეთი, საქართველოზე გავლენის შენარჩუნების მიზნით აფხაზეთის საკითხს არაერთხელ დაუბრუნდებოდა. ასეც მოხდა. 1978 წლის აპრილიდან ისევ 11 წლის შემდეგ დავბრუნდეთ. საბჭოთა კავშირი უკვე მრავალწლიან ეკონომიკურ სტაგნაციასა და ეგზისტენციალურ კრიზისში იმყოფება. სწრაფად კარგავს პირდაპირ გავლენას მოკავშირე კომუნისტურ რესპუბლიკებზე. სატელიტ რესპუბლიკებში უკვე მომწიფებულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი. დასუსტებული საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ხელისუფლებას ერთი მთავარი ბერკეტი აქვს: სამხედრო ძალა. 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებამდე 3 კვირით ადრე 11 წლით ადრე განაწყენებულ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ეგრეთ წოდებული ლიხნის ასამბლეა ჩატარდა, სადაც საქართველოს აფხაზი მოსახლეობის ნაწილმა საქართველოსგან გამოყოფა და რესპუბლიკის სტატუსი მოითხოვა. აფხაზეთში სეპარატისტული განწყობების გაძლიერების პარალელურად 4 აპრილს სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო თბილისში. ისევე როგორც 78 წელს ცენტრალური კომუნისტური ხელისუფლება დათმობაზე წავიდა. სოხუმში ავტონომიური რესპუბლიკის კომუნისტური ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს დაატოვებინეს თანამდებობები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ ლიხნის კრებაში მონაწილეობდნენ. 1978 წლისგან განსხვავებით დათმობა საკმარისი არ აღმოჩნდა და საპროტესტო მიტინგი რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის მოთხოვნის აქციაში გადაიზარდა. საბჭოთა კავშირში დამოუკიდებლობის ასეთი მკვეთრი და ღია მოთხოვნა უპრეცედენტო იყო. მოსკოვის რეაქცია, რომელსაც ხელთ სამხედრო ძალის ბერკეტის გარდა თითქმის არაფერი ჰქონდა დარჩენილი, რადიკალური აღმოჩნდა. ჩვენი გლოვა და ჩვენი სულის ზეიმი. ქართველი ხალხის ამ მცირე, მაგრამ კრიტიკულმა ნაბიჯმა ხელი შეუწყო რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ უკომპრომისო პროცესების დაწყებას. პოლონეთი 1989 წლის ივნისი.
თბილისის 9 აპრილისა და ჩინეთის ტიანმენის მოედნის თავგანწირული მოძრაობების მუხტით პოლონეთის სოლიდარობის მოძრაობის აქტივობის შედეგად ატარებს ნახევრად დამოუკიდებელ არჩევნებს და პირველად კომუნისტური პარტია კარგავს მართვის სადავეებს მოკავშირე ქვეყანაზე. ბალტიის ქვეყნები 1989 წლის აგვისტო 2 მილიონმა ადამიანმა 676 კილომეტრზე ხელჩაკიდებულმა შექმნა ჯაჭვი, რომელიც კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ დემონსტრაციას წარმოადგენდა. აღმოსავლეთ გერმანია 1989 წლის ნოემბერი. ბერლინის კედელთან ერთად ინგრევა კომუნისტური რეჟიმის გავლენა აღმოსავლეთ გერმანიაზე და იწყება გერმანიის გაერთიანების პროცესი. ჩეხოსლოვაკია 1989 წლის ნოემბერი. 17 ნოემბერს პრაღაში სტუდენტების აქციების სასტიკი მეთოდებით დაარბიეს, რასაც იმავე წელს დეკემბერში მოყვა მასიური გამოსვლები და ხავერდოვანი რევოლუცია. რუმინეთი 1989 წლის დეკემბერი. ანტიკომუნისტურ აქციებს მოყვა დიდი რაოდენობით მსხვერპლი, რის შედეგადაც მოხდა მმართველი რეჟიმის გადადგომა. აზერბაიჯანი 1990 წლის იანვარი. ბაქოში სამოქალაქო დემონსტრაციები დაარბია საბჭოთა არმიამ, რომლის შედეგადაც 130 ადამიანი დაიღუპა. რუსეთი, მოსკოვი 1991 წლის 25 დეკემბერი. საბჭოთა კავშირის ბოლო მმართველი მიხაილ გორბაჩოვი საბჭოთა კავშირის დაშლას აანონსებს და 26 დეკემბერს საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა. Но и с надеждой, с верой в вас, вашу мудрость и силу духа.